ვაუცანცაიო. ვაუცანც აი ეს მეგრული იყო. ვაუცანცაიო. ვინც არიცით ისწავლეთ, იმიტომ რომ რაც უფრო დავიწყებ მეგრულად მოყოლას. ქართულად საკმარისი იყო და მე გავაკეთებ ექსკურს მეგრულად. რა არ გამომივა ასე. აბაჰე. არა აზრი არ აქვს. ასე ჩკიმ ჯიმაიუდო დაებჩკიმ საუბრობ ხალჩკუ. ინტერვიუ მეურს. ზოჯუნდა ასე იტალიაში ტოსკანაში მანგარ მნიშვნელოვან ქალაქის თენარე არის. ასეთ აქ დიზაინერული მუშაობა ვარე საჭირო თიჯგუშენ ამდა თიჯგუა ფონგიღუ მიანჯირ პაკაზანიას. ესა ბიჭო კაი ბიჭი ვარ მანიაკი ყომიშენ მანიაკი შენ მომწევენ ძალიან ათე მოედანს იმართებულ თე ფილმის ნაწყვეტები. ხო ქორშნა ფენინის გენიალური ცხოვრება. ბიჭო იმ ცხოვრება მშვენიერია. ცხოვრება რა მშვენიერია არ არსებობს მეგიო? სკვამიე. სკვამი ახლა ლამაზია უყურე შენ როგორი. ხო ქივა მუგაინ მარა. არა. მეგრუში კი იქნება მაგრამ შენ არ ვიცი. ოშჩი თქვა ქივა თიჯგუა მარა. ათე მოედანს მე ვაწურო წოხლიჭი სტინგის კონცერტის გამართვას ფაკაი. სტინგის უორს არეცო მარა თა გვილახოლო ქუ. ვიცი რომ ტოსკანაში ხო მაგარი სახლი რა ვიო. უორს საერთოდ იტალია უორს სტინგის წერმით გასა ბუდომუმა კავშირებდა მათო სტინგის წერმით გაჩვენა. იტალიას მარგალიურაგად მანგარი. ეზე უდეს რდე თიჯგუარე. გაი უდეს მაირობრაგადა იტალიაში თავს გრძნობ როგორც ჩემს საკუთარ სახლში. აჰა. ყოველ შემთხვევაში გადათარგმნა ხა მეგულა? ესე იგი იტალიას თეშ გზნე უს მუჭოჩკი თეშ გზნე დუც მუჭოჩკი უდეს. მართაიჩკი მუდე თანაჩკი მაჯრა უდე. მუღოიას მიორდ. ედა ოდო welcome. ათუნა აკა შასოგო ხუძრებეგე დეგნი და ხოხი დაინტერესად. ჩქუჩქუსთან ტანებს მიდნა მარაიშა. ახლა უყურე კოპი. ნახოლე საქმე. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე. აი ეს ისინი ხო? ეს უკვე ძალიან ეს იქნება ახლა რომელი საუკუნის არ ვიცი ახლა ეს სახლები აქტიურად. რესტავრირებული სახით თუ თავდაპირველი სახით? ახლა ეს უკვე გვიანდელია. ესე ჩვენ თბილისშიც ნახა უკვე, ძველ თბილისში, გესმის? შარდენ და სიყვარული ჩახუტები. არ გაგონებს? ხო გაგონებს, ანუ ახლა ეს მართლა უკვე. ამიტომ ეს აჭრილი სიტუაცია მიწოს ძალიან ზეგი რომანულ, რენესანსულ ასიცისტური არ, მაგრამ საინტერესო ზუსტად ის არის, რომ ეს სხვადასხვა პერიოდის შეხამებები ისეა გაკეთებული, რომ ჰარმონია არ ირღვევა, ტონალობა ერთია. აბსოლუტური ჰარმონიაა, მაგრამ ანუ მაგალითად ახლა აბანოთუბანში რომ 7 სართულიანი სახლი ააშენო, იქ დაინგრა საერთოდ ლანდშაფტი. აკი ხედავ ისეა გაკეთებული, რაც კანონმდებლობითაც არის სხვათა შორის და დაზუსტებული, რომ ეს წარმოვიდგენია, რომ იუნესკოს იმის ქვეშ იქნება თავისთავად. აბაჰე ძალიან მაგარი და საკმაოდ ტურისტებიც დადიან და არ არის ამ გამგებელი. ბოლო წლებში მოიმატა სხვათა შორის ადრე რო ვიყავი ჩამოსული ამდენი არ მინახავს, მაგრამ არიცოდნენ? არეცოს ახლა შენ საქართველოში ახსენე არეცო. ზოგადად არავინ არ იცის. ფლორენცია ახსენე ყველამ იცის, მაგრამ ხარისხობრივად რო იკითხო, აქ ხალხი მოდის გაიქცევი ამცებ გუჩი-მუჩის მაღაზიებში და ეს გუჩი საქართველოში არის და მოსკოვში, მაშინ რა განსხვავებაა? იტყვიან რომ იტალიაში ვიყავი, მაგრამ ფლორენციის ნახვა, არეცოს ნახვა იციან უფრო სპეციალისტებმა და ასე შემდეგ. ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეს ადგილი. ისე აქ ესეთი ნავაროჩენ მაღაზიები აქაც არის, ხო? ნავაროჩენს გაფიცე. მაგრამ თქვა მილანი ერიხება ფლორენციაში მაგარი მაღაზიები ხო? ოღონდ კოპერამენტა რომელი აქ ესეთი მოლები არის სავაჭრო ცენტრები, მოლი, ხო იცი რაღაცა ძალიან დიდი რო შეხვდა ყველაფერი ერთადროა. ანუ როგორც ემფორიუმი? მე არ ვიცი აქ რა ქვია, ჩვენთან გერმანიაშიც არის, ჰამბურგიდან არიან ისინი. უზარმაზარიო, აი რო შედიხარ და ფაქტობრივად მთელი ქალაქი ვითაა და ყველა ჯერ არა, არ ჭირდება თან. აბა ხალხი სადადის ხოლმე ესე. მაღაზიების მეტი რა არის, იარე ცალ-ცალკე. კარგი იმით არის, ეხლა შემოვედი აი ამ ისტორიულად. ნუ აი ისტორიულად ვიზე ვარ, მაგრამ მათ არის კინემატოგრაფის ისტორიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა. La vita è bella, ესე უნდა აღზრდեք საქართველოს. აღზრდեք საქართველოს. ეს არის Life is Beautiful. ცხოვრება მშვენიერია, გენიალური ბენინის, რობერტო ბენინის ფილმი და აქ არის წარმოდგენილი კადრები ფილმიდან. ახლა ყველა ხო დაიჯერებს რომ მართლა აქ გადაიდგეს, აი ამ საუთ, აი ამ ადგილზე, ახლა სადაც მგევარ, იღებდნენ რამდენი წლის წინ გამოდის ესა? რა, 10-15 წელი. ბენინის არაჩვეულებრივ ფილმს. ძალიან მაგარი. რომელიც სხვათა შორის ეხლა რომ კიდევ თავიდან გადავხედე, საერთოდ ეს ერთ-ერთი საყვარელი ფილმია და რამდენჯერმეც მაქვს ნანახი თვითონ იტალიურადაც ყიმა და ყოველთვის რაღაც ახალ განზომილებებს მიხსნის და ეს ფილმი.
ახლა მე ამას მეორჯერ უნდა ვნახო ეს ფილმი. ფაქტობრივად ერთხელ თუ ორჯერ იტალიურად ნახე მეგულად გადათავაზე. ჩვენ სად ვაპირებით ახლა აქიდან კიდე ზემოთ ვაპირებით ასლა. ახლა ჩვენ ჩაუყვებით ქუჩა დავდივარ და იქით ზემოთ არაფერი არ ხდება. იქით ზემოთ არაფერი არ ხდება უკვე. აი ეს რომ უყურებ კიდე ერთხელ თუ არ დააფიქსირებ ამ კაცს მართლა ძველ თბილისს მოგაგონებს რა ეს ხელი. მართლა მოგაგონებს რა შარდენის ქუჩასაც. აი ამ თავისი ბალკონებით. ანუ ჩვენს თბილისსაც ეს შარმი აქვს. სხვათა შორის ეს აივნების კულტურა ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივია მანქანამოდის გამოიწვია. იმიტომ რომ თუ დააკვირდები ძველ ქალაქებს უფრო, სადაც ასე ძლიერ არ იყო მოკიდებული ეს ურბანული არაკომუნიკაბელურობა, თბილისი საერთოდ ცნობილი იყო როგორც აივნების ქალაქი. რაც იმასაც ნიშნავს, რომ სახლები არ არის ჩაკეტილი, ოჯახები არ იყვნენ ჩაკეტილები შიგნით. ძალიან სოციალური და სიყვარულჩახუტება იყო და ეს რაც იწვევს, როგორც იტალიისთვის იყო სხვათა შორის დამახასიათებელი, იწვევს მუსიკალურობის სიცოცხლეს საზოგადოებაში. ანუ არის ქალაქი მუსიკალური. ანუ მღერი შეიძლება შენი პირსაც იპარსავდე რამე საწყოს აკეთებდე უკვე მღერი. ანუ ეს არის მანიშნებელი ის რომ მეზობელს გადაუდა ფსიქოლოგიურად ჯანსაღი სიტუაცია, რომელიც ბოლო ათწლეულებში ძალიან იკლო. თბილისშიც გაქრა თითქოს, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ეს აივნებისგანაა და გამოწვეული, მაგრამ აივნები იმის სახეა, რაც რამოვლენაც არის ეს ხო? რომში მაგალითად რომ უყურო დესიკას და როსელინის ფილმებს, რომი, ღია ქალაქი და ასე შემდეგ, იქაც ძალიან დიდი სულიერება და ადამიანობა იგრძნობა. ანუ რაც მაგალითად ვერესუმის მელოდიებში რომ უყურებ ხოლმე და ძველი აი ქართული ფილმები რომ არის. კოტეშიც თუნდაც. ქეთო და კოტე და ეს ხო? იქაც არის ჩანს ზუსტად აი ესეთი კომუნიკაბელურობა, სიცოცხლე. თუნდაც ის რა იტალიურ ეზოებს უწოდებთ ჩვენ, ხო? და რატო მოიკიდა საქართველოში ხელი? ხო, რატო იყო ეს? და სოხუმშიც იყო ძალიან ლამაზი იტალიური ეზოები, გარკვეულ წერეთელზე მაგალითად, ეს მაგით იქაც იყო ეს. და მაგრამ თბილისში ნუ განსაკუთრებით ეს იტალიური ეზოების ასე ვთქვათ ტრადიცია რო არსებობდა, ზუსტად ასეთ ამით იყო გამოწვეული. აი ესეთი მიხოლმოქოლი ქუჩები. აი შენ სახლი რო გაქვს ლიაში, ერთი კოშკი უნდა ააშენო ახლა, გესმის? ია ჩავარდნილი ადგილები არაფერს არ გაქვს. იმიტომ რომ შენ არ ახარ ეგ, ახლა შენ რო დაბრუნდები, ამოიქაჩება, გესმის? აი ეს მისია გაქვს შენ ახლა და ყველა გამოჩენილ ლიოს. არალუზ ვერ გავავლებით თბილისს. არცა საჭირო, იმიტომ რომ შენ და ლიასთვის რაც დამახასიათებელია, ხო ის უნდა წამოწიო წინ, რომ იტალიელებმაც კი ჩამოაღწიონ ლიაში დაინტერესებული. ესე რომ ნახონ, აი ვისაც დავუშვათ საერთოდ ნახე და ასეთი თორით, რომ თბილისთან ნამდვილად იცი რა, გეტყვი ახლა რაღაცას. სხვათა შორის ზაფხულში 2-3 თვის წინ იყო ხალხი ჩასული თბილისში, იტალიური დელეგაცია 30 კაცი. ბაქოშიც იყვნენ, რომელიც უფრო შეძლებული ქალაქია, რესურსებიდან გამომდინარე. ერევანის, რომელიც უფრო ახალი ქალაქია. გაგიჟდა ხალხი თბილისი მოეწონა ყველაზე მეტად. იმიტომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის თავისი სახე არა აქვს მოცემული, არ არის ესე განვითარებული და ასე შემდეგ, თქვენს რომ ეს არის ქალაქი, რომელსაც თავისი სახე აქვს. ბაქოში არის რაღაც დიდი უზარმაზარი სასახლეები, რაღაც შანს რომ დიდი რესურსები აქვს, მაგრამ რაღაც სახე არა რაღაცო. თბილისი ძალიან ავთენტიკურია და ამის დაკარგვა როგორ შეიძლება რომ ესე იგი იტალიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ულამაზეს ქალაქში შენ აღმოაჩენ უბანს და ისიც უმნიშვნელოვანეს ადგილას და შენობებს პარალელის გავლება შეგიძლიათ თბილისთან. ეს უკვე არა აუცილებელი რომ არეცოს გავდეს და არც პირიქით. არეცოს გავს კი არა, აი ამ თავისი სახე რო ქონდეს. ესე კი საოცრება მოხდა მაგრამ სხვათა შორის სიგნალსაც გავს ვიდეო. არა საჭირო აშენო 30000 სართულიანი სახლები. შენ ნახავ აი ამ სახის შენობებს, აი ესეთი სახის აივნებით, აი რაღაცა. შენ ახლა Volkswagen-ის ის რო ქონდა, რა ქვია? ღონისძიება, მოკლედ სიგნალშიც იქნებოდნენ ჩასული. კი, იქ ნახე პირველად რა სიგნალი ფაქტია. კარგ ატმოსფეროში გინახავს. კი, ძალიან კარგ ატმოსფეროში. ჰა. საით უყურებთ, მორჩა ახლა გამოვხდოთ. ძალიან შვენიალური რეპორტაჟი გამოგხდა. შეიძლება ტექნიკურად ისი არ არის გამართული და შემდეგ, მაგრამ ძალიან აუთენტიკური და ოპერატორები ლელა სამუშია და კონსტანტინე ვეკუა. სცენარის ავტორი შენ სხვათა შორის ფრანკფურტშიც გაგიკეთე რეპორტაჟი ისიც რომელიც არ მეღირსა დღემდე აღზრდეთ საქართველოს ის იმიტომ რომ დიგიტალურ ფორმატშია გადასატანი მე იმასაც არის იყო და ამიტომ